კომენტარი უნდა გავაკეთო, პროფესიულად კარგად უნდა, აი ადრე რომ მიმყავდა, რა ქვია, მაესტროზე ხომ მიმყავდა ბრძოლა წესების გარეშე, აი აკადემიურად ეგ უნდა გაგირჩიოთ რა. მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი დეპუტატ ირაკლი ზარქოასა და ვიქტორ სანიკიძეს მასზე თავდასხმა შეადანაშაულებს. საქმე ეხება აბუდაბუში მოხდარ შემთხვევას. სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც მოქალაქესა და დეპუტატ ზარქოას შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩანს. ძვირფასო მეგობრებო, ამჯერად მოგესალმებით აბუდაბუდან. სწორედ აბუდაბუ მასპინძლობს აი ამ ლეგენდარულ ორთაბრძოლას. ზოგადად სიტყვიერი დაპირისპირება ბრძოლის წინ საერთოდ დამახასიათებელი არის ესეთი დიდი შოუებისათვის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ეგრეთ წოდებული ტრეშ თოქი, დიდი შოუს ნაწილი. არავით არის პირადული წყენა ერთმანეთის მიმართ მებრძოლებს და მით უმეტეს პოლიტიკოსებს არ აქვთ. აგინებენ ერთმანეთს დედისტრაკს. ეს არის შოუ, რათა უფრო გამძაფრდეს, გამწვავდეს ბრძოლის წინ მდგომარეობა, აიწიოს რეიტინგებმა და ესე ვთქვათ, დიდი კუში მოიხსნას. აი ხედავთ, ზარქოა მშვიდობიანად უკრავს პიანინოზე, რა დროსაც მასთან მივიდა გაბიტაშვილი, ოჯახის თვალწინ მიაყენა შეურაცხყოფები, რა თქმა უნდა, ეხა დეპუტატი არის ზარქოა, აქვს თმენის ვალდებულება, ითმინა ერთი დღე და მეორე დღეს, მოკლედ მეორე დღეს მიუვარდა, ეთყობა კონსულტაციები გაიარა მაინც. აგერ გესმით შეძახილი ყლეო, ვინ ვის უთხრა ეგ არ აქვს მნიშვნელობა. ზარქოამ დაიწყო შეტევა მარცხენა თეფში, მარჯვენა პირდაპირი, მაგრამ გაბიტაშვილი ამოუძვრა და აქეთ შეუტია, რა დროსაც სანიკიძემ აუღო ზურგი, წავიდა გაგუდვაზე, სამწუხაროდ არ გამოუვიდა ეს მახრჩობელაილეთი, რეფერიმ შეაჩერა ორთაბრძოლა. ამის შემდეგ, როგორც გესმით, გაგრძელდა ეგრეთ წოდებული ტრეშ თოქი, სუდედისტრაკი აგინეს ერთმანეთს და ყლეები ეძახეს, ვინ ვის ამ შემთხვევაში არ აქვს საერთოდ მნიშვნელობა, შეიჭრა სანიკიძე კვლავ რინგზე, მაგრამ დაუცდა ფეხი, კვლავ ჩაერია საქმეში რეფერი. დამთავრდა ეს შეკინება, ჩემი აზრით გამოკვეთილი ლიდერი არც ერთი არ იყო, სამივე გაილახა თანაბრად, რა ვიცი, აი ველოდებით საჭთა გადაწყვეტილებას. გრიგორიჩ, რა სიტყვი, აბა შეგვიფასე. სატირალი რომ არ იყოს, ხუმრობა შეიძლებოდა.